სწორედ ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ რაც მალე მოხდება ნაცმოძრაობის, მისი ყოფილი თუ ახანდელი ლიდერების, მათი ფილიალი პარტიების შეზღუდვა გაუქმება, მით ამოისუნთქებს ქართული საზოგადოება. როდესაც აღარ იქნება პოლიტიკური საქმიანობის უფლება, აღარც ყოფილ და აღარც ახლანდელ ნაცმოძრაობის ლიდერებს. ჩვენ რამდენიმე თვის წინ თუ არ ვწები ვნახეთ ასევე ორკესტრირებული შეტევა საკუთარ ქვეყანაზე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სამხედრო გენერლის, მათ შორის ამ კანდელაკის შეტევები საკუთარ ქვეყანაზე, რომ აბატონო აგერ არის ადგილები საქართველოში, მოგძანდით, დაბომბეთ, ხან ირანს ეხოცებოდნენ, რომ ამერიკის სასარგებლოდ მუშაობს საქართველო და აგერ აქ დაბომბეო, ხან ამერიკას ეხოცებოდნენ, რომ ირანის სასარგებლოდ მუშაობს საქართველო და აი აქ დაბომბეო. აი ეს არის ხალხი, ვისაც ეზიზღება საკუთარი ქვეყანა და მე ვფიქრობ, რომ მართალია გამოკითხვაზე იყვნენ ეს ადამიანები და ეს კონკრეტული პიროვნება, როგორც ჩანს, ან ბოლომდე ვერ გამოიკითხა, ან რა არის გამოსაკითხი ასეთი, როცა საკუთარ ქვეყანას ვნებს ეს ადამიანი. მტკიცებულება არც მაშინ აღმოაჩნდათ და მერე გადათქვეს, ვითომ ჩვენ ასე არ გვითქვიაო და არც ეხლა არის რამე მტკიცებულება. და მე ვფიქრობ, რომ შესაბამის უწყებები დაინტერესდებიან, იმიტომ რომ ძალიან ღიზიანდება საზოგადოება და ობიექტურად ღიზიანდება. თუ არა გაქვს არაფერი, რომ გქონდეს მტკიცებულება, მართლა რომ გქონდეს, უნდა მიხვიდე უსაფრთხოებაში, შენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში და ჩააბარო და იქ მოთხოვო, რომ დროზე გამოიძიონ. და მტკიცებულება არა გაქვს და საჯაროდ გამოდიხარ და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებ იმაში, რომ რაღაცა ტერორისტებს ამზადებ. ვფიქრობ, რომ აი ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ რაც შეიძლება დროზე უნდა დასრულდეს ნაცმოძრაობა და მის ფილიალები, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. რაოჩენოთო? ჯერეთი უნდა ვთქვათ, რომ რატომ აკეთებენ 26 მაისს, ვთქვათ, სხვა დღესასწაულებში ვითომ აქციებს რატომ ამთხოვენ? იმიტომ რომ სხვა დღეებში ხალხი არ გამოდის. მაგალითად 25-ში რატომ არ გააკეთეს? 25-ში ხო ამბობენ რომ უმრავლესობა ჩვენ გვიჭერს ხარსო. 25-ში გააკეთე, გამოვიდეს ის უმრავლესობა ადამიანი და დაინახავს მე მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიო რომ აქეთ ყოფილა მთელი სიმართლე, მე უკვე 26-ში გექნება ლეგიტიმური უფლება რომ საკუთარი აღლუმი ჩაატარო. მაგრამ ეხლა გამოვა 10 კაცი, 20 კაცი, 100 კაცი, მაქსიმუმ მიაღწევენ 1000 კაცს, საკუთარი პრეზიდენტი ყავთ, საკუთარ პატრიარქს ირჩევენ, საკუთარი სუვერენიტეტი ყავთ, საკუთარი ელჩები ყავთ და ამ შემთხვევაში ეხლა უკვე საკუთარ აღლუმს ატარებენ. და მიუცეთ ამ ხალხს რამდენიმე გექტარი და საკუთარი პატარა სახელმწიფო მოუწყოთ და ითამაშონ და იყვნენ იქ და დაანებონ თავი ამ საქართველოს. ანუ ყველაფერი საკუთარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მხარს არ უჭერს. კიდევ ერთხელ 26 მაისი არის საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. პარტნიორები ულოცავენ საქართველოს ამ დღეს და ჩვენ ველოდებით, რომ იქნება საზეიმო განწყობა. საზოგადოებაში სხვა აქციები ტარდება, გამოფენები იქნება და ასე შემდგომ. თუ იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციები, ვფიქრობ, რომ შესაბამის უწყებები, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ იზეიმონ 26 მაისს. ეკონომიკის ზრდა პირდაპირ არის მიბმული ქვეყანაში შვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, მომავალში ორიენტირებულ ბიზნეს განვითარებაზე. როდესაც უცხოელი ხედავს, გნებავთ ადგილობრივი ინვესტორი, გნებავთ უცხოელი ინვესტორი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ქვეყანაში სარისკოა თანხის ჩადება, ბუნებრივია ის ამას არ გააკეთებს. რა თქმა უნდა, ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ ისაც ხდება ეხლა უკრაინაში, აქ რომ ხდებოდეს, რომ დაგვეჯერებინა მავანთათვის და ის ხდებოდეს უკრაინაში, რაც ხდება, როგორ გონეთ, ეკონომიკური წინსვლა 5, 6, 7 და 8 იქნება?
თუ ვისაუბრებდით იმასთან დაკავშირებით, როდის შეწყდებოდა საომარი მოქმედებები. ეს არის განსხვავება ზუსტად. მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც ეხება. იქაც არასტაბილური ვითარება, თვითონ ისინი აქვეყნებენ ევროპის ინსტიტუტები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ამ deep state-მა, იგივე ევრობიუროკრატიამ შეათრია ეს სახელმწიფოები ასეთ კრიზისში. და ამას მარტო ჩვენ კი არა, ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ ეუბნება ევრობიუროკრატიას. ვიცე-პრეზიდენტი პირდაპირ ამხელს, რომ ევროპის პრობლემა ჩინეთი და რუსეთი კი არ არის, რომელსაც სხვათა შორის თავად ევროპა აღიარებს უკვე ეხლა და სანქციებსაც უხსნის რუსეთს, ჩინეთშიც ჩადის და ასე შემდგომ. აი, არამედ არის თავად ევრობიუროკრატია პრობლემა. ვინა თქვაო? Ну, როგორც შეიძლება რომ ითქვას და როგორც წესი, ამ ხალხს არაფერი პრინციპი არ გააჩნია. დილას იტყვიან რომ ტრამპი კარგია, შუადღისით ამბობენ რომ არ ვარგა, საღამოს იტყვიან რომ არ ვიცით. ვერ მეორე დილის ისევ შეცვლიან. შეიძლება დილით თქვან არ ვიცი, მე არ ვარგა, მე ვარგა. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს, გამომდინარე იქიდან იმ წუთში რა ჭირდება და რას იტყვიან მათი პატრონები. ამჯერად როგორც ჩანს უკვე ევრობიუროკრატიიდან. თორე ამერიკის პრეზიდენტი ხან ვარგა და ხან არ ვარგა, ჯერ ერთი ზურაგ ჯაფარიძე ვინ არის, ხა რომ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა შეაფასოს. და მეორე ის არის რომ რადგან ამდენს ბედავ, ეს ნიშნავს რომ მათი პატრონებისგან აქვს ზუსტად ეს დასტური, რაც იმას ნიშნავს რომ გასაგებია ევრობიუროკრატიას სერიოზული კრიზისი აქვს შეერთებულ შტატებთან დღეს ვიცით უკვე. შესაბამისად ეს მომენტია, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ატო ლაგდება ამერიკასთან ურთიერთობა, ეხლა რომ ლაგდება ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, ეხლა უკვე შოკში არიან და ეხლა უკვე ეს აღარ მოსწონთ. მაგრამ არა უშავს, თავარია რომ საქართველოს და მის უმრავლესობას მოსწონს ეს პოლიტიკა. ბატონო, რამდენიმე კითხვას დავისვათ თუ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა მინდა ვკითხოთ სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით. 1250 ლარი არის განსაზღვრული თანხა ოჯახის წევრზე, რა შემთხვევაში სოციალური დახმარება შეუწყდება ოჯახს. ამას გარდა სოციალურთა ბაზები გადაიხედება ირაკლი კობახიძის განკარგულებით და რას ნიშნავს აქამდე გაბედილი იყოს თქვენი ინფორმაციით, იმიტომ რომ კობახიძე მიიჩნევს, რომ ბევრ ადამიანს ვისათვის სოციალური დახმარება აქვს, საერთოდ არ ეკუთვნის სოციალური დახმარება, რატომ გადადიოდა ფული იმ ადამიანებზე, ვისაც არ ეკუთვნოდა. გაბედილი იყო აქამდე სიები? ან აქტივს ასახმებდნენ, ან აძლევდნენ სოციალურ დახმარებას და ახლა რატო შეუწყდება ადამიანებს? Ну, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მე არ მაქვს, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მოცულობითი ბაზა, თუ რაიმე კონკრეტიკაზე შეიძლება კითხვები არსებობდეს, არსებობს უწყება და შეგვიძლია გამოვითხოვოთ ეს ინფორმაცია, ზოგადად რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი გამოწვევა ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ დაახლოებით 3 წლის წინ თუ 4 წლის წინ სახელმწიფომ დაუშვა ისო სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, რომელთაც ჰქონდათ ეს დახმარება, დაიშვა რომ შეეძლოთ მუშაობის დაწყება, ანუ პარალელურად ჰქონდათ საშუალება რომ როგორც სამსახური მუშაობა დაეწყოთ, ასევე ჰქონდათ ეს სოციალური დახმარება. ეს რისთვის? იმიტომ რომ რაღაცა мотиваცია მოხდეს ამ ადამიანებისა რომ ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში. Ну, ეხლა ბუნებრივია რომ ეს გამოწვევა არსებობს და ეს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ეს გამოწვევა რომ სწორად და ობიექტურად მოხდეს გადაფასებები. თუ მოხდება რაიმე არასწორი შეფასება, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა, მათ შორის მე ვიქნები თუ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა მოიკითხოს ეს საკითხი, სამინისტრო იქნება თუ შესაბამისი უწყება იქნება, მაგრამ პროცესი, რასაც ქვია, რომ ეს აქტივობაში ჩაერთოს ეს საზოგადოება, არის რა თქმა უნდა სწორი. ერთსაც გითხავთ, მარკო რუბიო ჩადის სომხეთში, ეს იქნება ვიზიტი და სავარაუდოდ სომხეთის თემა იქნება ზანგეზურის კორიდორი. ჩვენ ვიცით ამ კორიდორის შესახებ, ჩვენთან სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი შემოსავალი ჩამოდის მართალია, მაგრამ რუბიოს გავლენები და რუბიოს ესე რომ ვთქვათ სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მაღალი არის და რას ნიშნავს, როდესაც რუბიო ზანგეზურის ტელეფონზე საუბრისთვის ჩადის სომხეთში და არა საქართველოში და საქართველოს თითქოს
იმდენად ყურადღებას არ აქცევენ, როდესაც რეგიონში ასეთი მნიშვნელოვან პროექტზე მიმდინარეობს რჩევა. ნუ პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ საქართველოს რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სახელმწიფო, ეს ევროპის ინსტიტუტებითვე და მათი შეფასებითვე არის უკვე ნათელი. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათთან ურთიერთობები ლაგდება, ხა დელეგაციასაც ელოდება სახელმწიფო სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და სომხეთს რაც შეეხება და ზანგეზურის დერეფანს ესჯერ არ ვიცი, ჩვენ ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, რა საკითხთან დაკავშირებით ჩადის, მაგრამ თავარი ის არის, რომ იქ სამომავლო დერეფანი ეს იქნება, არ იქნება, არავინ არ იცის და როგორ იქნება, მაგრამ დღეს საქართველოს საუბრობს უკვე მოქმედ დერეფანზე. სადაც მათ შორის აზერბაიჯანია ერთ-ერთი პარტნიორი და საქართველოს მთავარი როლის შემსრულებელი ამ შუა დერეფნის. აი ეს დამსახურება იმის არის სწორედ, რომ პრაგმატული პოლიტიკა აიჩია ქვეყანამ აი ამ შუა დერეფნის განვითარებისთვის და ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად გაიზარდოს ამ დერეფნის მნიშვნელობა და ხა თქვენ მეკითხებით რაღაცა დერეფანი იქნება თუ არ იქნება და როგორი იქნება. არა მოქმედზე, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეერთებული შტატები და არ ვიცი ეს ჩვენი განხილვისფერო არ არის. ჩვენი განხილვისფერო არის ის, რომ საქართველოში არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა მიდის, პარტნიორ ჩვენ მეზობლებთან გვაქვს ნორმალური ურთიერთობა და გამომდინარე აქედან გვინდა რომ აი შუა დერეფანის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ბრალიც პიტარებულოს იგივე თემაზე, აი ამ თამისაღების თემაზე, იმიტომ რომ მისი მოადგილე კაბინეტში პირადად ესე იღებდა თავს და თავს აგროვებდა, ხო? ვთქვათ, თუ შეიძლება, რა ვიცი, ხო? თქვენი ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ესე თავს იღებდნენ კაბინეტებში, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი დააკავეთ უკვე, რომ რაღაცა ეწიარს დააკავეთ არა, ჩვენ ხალხის ძალას არამედ დაუკავებია და 100 პარტიას, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა დააკავეს. ვინმე დარჩა ისეთი თავს არიგებდა? ხო, ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე. მე ვერ გეტყვით, ეხლა მე თუ პოლიტიკოსი განცხადებს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სულ ახალხან დაიწყო, არ გააკეთებს და ვერ გააკეთებს, და გამომდინარე აქედან ჩვენ ნახოთ, ეხლა დაველოდოთ გამოძიება პროცესი გრძელდება და შესაბამისად რაც ჩაითვლება საჭიროდ რომ საზოგადოება მიწოდეს, ამაზე მოაწყობენ შესაბამის განცხადებას. ასე რომ ჩვენ სხვა ინფორმაცია გარდა იმისა, რაც ვიცით, საჯაროდ არ გაგვაჩნია. რაც გავაკეთე ის. უხერხულობას, ხო? ნახეთ, უხერხულობას რაშიც გვძნობ? აი ნომერი პირველი არის ის, რომ 2012 წლის მერე ასაც დავპირდით საზოგადოებას, რომ აი ეს ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები ჩამოცილდებოდნენ სახელმწიფოს, აი ეს ჯერ ვერ სრულდება, ამაში გვძნობ უხერხულობას. დამისაღები სახელმწიფო არ არის, იმიტომ აღიძრა მე საქმე. იმიტომ აღიძრა საქმე. არ ვიცით ახლა ეგ რომ მე წინასწარმეტყველის რამე გამოსახულება მაქვს, რამე რომ მე მჩნევა რომ წინასწარმეტყველი ვარ თუ რას მეუბნებით, რა ვიცი. ეს არის საგამოძიებო უწყებას კითხოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე. მათ აქვთ მთელი ერკეტები ხელთ. რაზე? რამდენიმე კვირის 9 მაისს გაფრთხილდა ხელშეკრულება, მაგაზე ეკითხებით, ოპოზიცია გააკრიტიკებთ ისე და მაგალითად ახალი საქართველოს ამბობს, რომ ხელისუფლება ისევ გულს ანექსიურ პროცესთან დაკავშირებით და არაფერი არ თქვა ამ ხელშეკრულებაზე. ერთი ამ ხელშეკრულებაზე რა პასუხი ეკითხებათ და ოპოზიციის კრიტიკაზე, მათ შორის ახალი საქართველოსთვის თქვა, რომ დაინაცვლეს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი. ჯერშინარს არ ვიცით, მაგრამ ამ თემაზე შინას თუ არ ვიცით აბა. პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი აქტი სამართლებრივი, რომელიც კი ვთქვათ ოკუპირებულ რეგიონებში მიიღება, ეს არის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი. ეს შედის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში.
რა შეეხება იმას, რომ ეხლა გახარია საქართველოსთვის რაღაცა განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, მე მაგალითად ცოტა მოვერიდებოდი მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გახარიას პარტიიდან განცხადებას. აი მოვერიდებოდი, როცა იქ საზოგადოება, ვინც იქ ცხოვრობს, აი ის პირდაპირ ამხელს თავად გახარიას იმაში, რომ იმ ტერიტორიებზე სადაც დადიოდა ეს ხალხი, ეხლა ვეღარ დადის. ეს საგამოძიებო კომისიაზეც ხომ გაირკვა, კითხვებზე პასუხები ვერ გასცა ადამიანმა. ასე რომ მე მათ ადგილას მოვერიდებოდი საერთოდ იმ საკითხზე საუბარს, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან.